კიდევ ერთხელ მივესალმოთ ლიკა მოშიაშვილს, რომელიც ტატუს თემაში და ზოგადად ტატუს გაკეთებაში ერკვევა. ლიკა, დილამშვიდობისა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, შემოგიერთდით ტატუს ხელოსანთან, დუჩესთან ერთად და ლიკასთან ერთად, რომელსაც ახლა ჩვენი გამხნევება სჭირდება. მოგესალმებით. როგორ გზნობ თავს ლიკა? ჯერჯერობით კარგად და მე არ ვიცი. მკივნეულია? არა, საერთოდ. არ მართლა არ არის მკივნეული, არ ვხუმრობ. პირველად იკეთებ ტატუს თუ უკვე? მეორეა. არ მე ძალიან ისე კარგად გრძნობ თავს. უნდა ურჩიო ამ დროს. გირჩევთ გაიკეთოთ ტატუ. ოღონდ აი ზუსტად ამ ადამიანთან, იმიტომ რომ საერთოდ ვერაფერს ვერ გრძნობ ჯერჯერობით. რას იკეთებ? ანუ რა იქნება ტატუ? ეს არის ჩემი ზოდიაქოს სიმბოლო. ხის რქავარ ზოდიაქოს ნიშნით. და იმდენი ხანია მინდა ამის გაკეთება, რომ მე მგონი ამიტომაც ვერ გრძნობ ვერანაირ ტკივილს და თქვენ გამხნევებას გრძნობ და ლიკა მადლობა. ძალიან კარგი. დუჩე, ახლა შენთან გადმოვალთ შეკითხვით. პირველ რიგში მაინტერესებს, რომელი დროა ყველაზე კარგი ტატუს გასაკეთებლად? ანუ გაზაფხული, ზაფხული? ალბათ უფრო შემოდგომა. და რატომ? სიცხეც ნაკლებია, უფლიანობაც ნაკლებია და მიკრობებიც ნაკლებია. იდეალური დროა ტატუს გასაკეთებლად. ძირითადად ყველაზე მტკივნეული ტატუს გაკეთება სხეულის რომელ ნაწილზეა ხოლმე? სადაც თხელი კანია და ძვალთან ახლოს არის, მაგალითად, კოჭის თავი, ნეკნები ძალიან მწარეა. შეთაშორის კისერიც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ადგილია, მაგრამ როგორც ჩანს, კარგად ძლებს ჯერჯერობით. საერთოდ ამბობენ, რომ ქალები ბევრად უფრო ამტანები არიან და ბევრად უფრო უძლებენ ტკივილს. ამ შემთხვევაში ალბათ ლიკაც ასეთია. რამდენად არის ეს მართალი ტატუს შემთხვევაში? დავითანხმები ამ ვერსიას ბოლომდე, კი, ეგრე არის, ქალი ყოველთვის უფრო მაგრად ითმის ტკივილს, ვიდრე მამაკაცი. უმეტეს შემთხვევაში ესეა. და ტკივილ გამოყუჩებლებს ბოლო პერიოდში ვიცი რომ იყენებენ ტკივილ გამოყუჩებელს სხვადასხვა საცხებს. რამდენად მიზანშეწონილია მათი გამოყენება და თუ ახდენს რამე ზეგავლენას შემდეგ ტატუზე? მე პირადად არ მიმაჩნია ეს მიზანშეწონილად, რადგანაც რეაქციაში შედის პირველ რიგში კანთან, იმიტომ რომ გაკეთების დროს კანი ზიანდება ყველა ვარიანტში, შეიძლება იყოს ალერგიული და ასე შემდეგ. თვითონ ეს პიგმენტურია საღებავი ნებისმიერი ტატუსი და რეაქციაში შედის და შეხორცების შემდეგ შეიძლება დეფორმაცია მიიღოს ნახატმა. იცი რა მაინტერესებს, რომელი ტატუ ყოფილა ყველაზე უცნაური, რაც კი გაკეთებია? კონკრეტულად ერთი? მე მგონი ჩემი. თუ გინდა რამოდენიმეც? ქვია, აკრო ჩემი და. არ ვიცი, მე პირადად, იყო შემთხვევა, ერთი ქალბატონი მოვიდა. ნეკნებზე უნდა და ძალიან მტკივნეულ ადგილას საჰაერო ბუშტი და პახვდო წარწერაც იყო. ჩვენი ჟურნალისტი თამუნა მუსარიძეც იყო შენთან და გაიკეთა ძალიან საინტერესო ტატუ. მან როგორ გაუძლო ამ ტკივილს? მე ვიტყოდი რომ გმირია. ანუ ძალიან მტკივნეული იყო, რა ადგილას გაიკეთა და რა ტატუ? ანუ ზუსტად ამ ტატუზე მქონდა ამ წუთას საუბარი, ძალიან უცნაური ნახატი იყო, სხვათა შორის ძალიან საინტერესოც. ნეკნებზე გაიკეთა, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ადგილია და მე პირადად ვაფასებ ამ ადამიანს. გაუკეთოთ ლიკას ტატუ, გავაგრძელოთ ტატუს გაკეთება. ჩვენ მოგვიანებით შემდეგ ჩართვაში შემოგიერთდებით და უკვე გავარკვევთ რა უნდა იცოდეთ აუცილებლად ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ, როდესაც მიდიხართ ტატუს გასაკეთებლად. ასე რომ არ გადართოთ და დაგველოდეთ დროებით.